ტიპში ადამიანი. ვისთვისაც უნდა იყოს კვირის პროგნოზი. რა ენერგიებში გადავა ეს ადამიანი მომავალი ერთი კვირის განმავლობაში. ამის მერე მომავალი კვირიდან ყოველ 4 შაბათს იქნება კვირის პროგნოზი. რო იცოდეთ რა რომელ დღეებში არის პროგნოზი კვირისგან. სიურპრიზი სამყაროსგან ამ ერთი კვირის განმავლობაში რა არის? სიურპრიზი სამყაროსგან რა იქნება მოვლენილი სიურპრიზად და რომელ სფეროში? 4-ს რატომ თხოვ კაცო, რომელ სფეროში? საქმიანობა სამსახურში რა იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში? რა არის ამ ერთი კვირის განმავლობაში საქმიანობაში, სამსახურში, კარიერაში? ფინანსები როგორი იქნება ერთი კვირის განმავლობაში? ფინანსები როგორია ერთი კვირის განმავლობაში? შემოსავლიანობა, ხო? ფინანსური ფულადი, ნახოთ, როგორია ამ ერთი კვირის განმავლობაში? და პირადი ურთიერთობა. სასიყვარულო ურთიერთობა ამ ერთი კვირის განმავლობაში როგორია? სიგნიფიკაცია. შეიძლება ან ოჯახთან ატარებთ დროს, ან რაღაცა ოჯახურ საგვარეულო საკითხთან მიმართებაში რაღაცა ნოსტალგიები გაწვევათ. იხსენებთ რაღაცა ოჯახურ წარსულს. და თითქოს ამ ყველაფერმა უფრო თითქოს ან შეიძლება დასასვენებლად იყავით ოჯახში, ოჯახთან, თქვენს საგვარეულოსთან და თითქოს ამ ყველაფერმა რაღაცა გადაწყვეტილებამდე მიგიყვანათ რა მხრივ, ვერ იგებდით რომ რა იყო სწორი თქვენს ცხოვრებაში, რა იყო თქვენი მიზანი, რა იყო ის გზა, რომელიც ამ ეტაპზე უნდა აგერჩიათ. ეს იგულისხმება შემდეგ კონტექსტში სასიყვარულო მიმართულებით ქმედებების კუთხით.
თუმცა მიიღეთ გადაწყვეტილება როგორ, აი მიმართულება მიიღეთ, თითქოს გააცნობიერეთ, რომ არის თქვენი მიზანი. ხო რა, მიხვედით ამ კონცეფციამდე, რომ არის თქვენი მიზანი 7 ხანგრძლივი ემოციური ცხოვრება ბალანსირებული ოღონდ. და აი ეს არის თქვენი მიზანი, ეს არის გამოსავალი იმ არ ვიცი მდგომარეობიდან, რაშიც იმყოფებით. ისე წარსულში როგორც იყო, ისე აღარ მინდა. ანუ ეს ნამდვილად გადაწყვიტეთ. სხვანაირად აქ ერთი არკანი კიდე გქონია. კი, აი ამის მიდასტურებს, კი. აი ოჯახურმა რაღაცა შეკრებამ, სიტუაციამ, მდგომარეობამ თითქოს თქვენში როგორც მედიტირება, მედიტაცია ისეთი ის მოახდინა, რა ქვია, რეაქცია თქვენს სულში. შეიძლება ბავშვობა გაიხსენეთ, შეიძლება ბავშვობას იხსენებთ, შეიძლება უბრალოდ იხსენებთ, მაგრამ ის რომ მხოლოდ წარსულით ცხოვრობდით, შეიძლება ბევრი წელი, აი აქედან გამოსვლა, რაღაცა სამომავლოდ მიმართვა საკუთარი თავის და უშუალოდ ქმედებითი კუთხით გამოიხატება ეს, რაღაცა მოქმედებაში მოიყვანეთ ისეთი ქმედება, რომელიც თქვენს ახალ პიროვნებას შეესაბამება. მომავალი ერთი კვირის განმავლობაში, თუ კი ვინმეს უთვალთვალებდით, თუ კი ვინმესთან დაკავშირებით, აი როგორი რაღაც იყო, იცი, ფიქრობდით, ხომ არ ვიტყუებ თავს, ხომ არ ვტყუდები, თან თავს იძვრენდით ამ ფიქრებისგან, დიდი ხანი შეიძლება ესე მერყევ ენერგიებში იყავით. ნეტარი მართლა მოუწონ, ვარ უყვარ, ვარ ამირჩევს, მისი არჩევანი ვარ და არაფერი არ ხდებოდა, მხოლოდ აი რაღაცა შორიდან დანახვა, შორიდან ფიქრები ხდებოდა თქვენში. აი ეს სიტუაცია იცვლება აქ მაჩვენეთ რას გულისხმობთ ეს არჩევანი რა შემოდის მომავალი კვირის ენერგიებში. ხო, ეს გავიგე, მაგრამ გოგოებო, აქ ვიღაცის ცხოვრებაში ორი ადამიანი არსებობდა სივრცეში. რომელთანაც ვერ ერკვეოდით, აი რა უნდოდათ რა, კი ხვდებოდით რაღაცებს, მაგრამ ვერ ერკვეოდით. ერთი იყო, ვისთანაც აი ძირითადად სიყვარულის მათხოვრობა გიწევდათ და მეორე ახალი ადამიანი და ვეღარ იგებდით ვის რა უნდოდა თქვენგან. აქ ძალიან დიდი ცვლილებები მიმდინარეობს, აქ არჩევანის მდგომარეობაში. თქვენ დადგებით არჩევანზე. გამარჯობა. აქ თქვენ დადგებით არჩევანზე. ახალი ადამიანიც იქნება თქვენს ცხოვრებაში, რომელიც ახალ ემოციებს შემოიტანს, ისევ ისედაც ძველი ბრუნდება. ძველი ბრუნდება, ხალხო.
გამოდის ძველი მიწიერ დონეზე რაღაცა ახალი შანსის მოგეცემათ ამ ძველთან და თქვენ დადგებით არჩევანზე ახალი ურთიერთობა, რომელიც მიმდინარე ფაზაშია, ჯერ ახლა რამე სახე არ აქვს მიცემული, მაგრამ კარგად გრძნობთ თავს, თუ იმ ადამიანს მისცეთ შანსი, ესეთი არჩევანის წინაშე დადგებით. მოდი სიურპრიზი ბოლოს ვნახოთ. ეხლა ვნახოთ საქმიანობაში რა იქნება. თუ თქვენს ცოდნას გასცემდით, აქ უფრო მენტალური ცოდნის გაცემაზეა საუბარი. თქვენს ცოდნას თუ გაცემდით და უბრალოდ როგორი რაღაც იყო, იცი, აი გაუუწოდ ბურუსული სიტუაცია იყო, ვერ იგებდით, რომ დაუშვათ მიიღებდით, აი რას მიიღებდით აქედან, მიგიღებდნენ, არ მიგიღებდნენ ვიღაცა, შეიძლება გასაუბრებაზე იყო და ელოდებოდა პასუხს, არ იცოდა რამდენად მიიღებდნენ სამსახურში, ან სივი ჰქონდათ გაგზავნილი. აქ თუ ესეთი სიტუაცია არის, იცოდეთ, რომ მიიღებენ და ახალი ეტაპი გეწყებათ საქმიანობის მიმართულებით. აქ თუ ვინმე რამე პროექტზე მუშაობდა, თქვენი პროექტი იქნება დაწინაურებული და ძალიან კმაყოფილი იქნება უფროსობა. არ იცოდით რა აქ რას იმსჯელებდა ეს ადამიანი, ვისაც უშუალოდ დამოკიდებული იყო თქვენი ახალი ეტაპი ცხოვრებისეული, აქ მიიღებთ ამ ახალ შანსს, მოკლედ დადებითად გადაწყდება. საქმიანობაში კიდე გვაჩვენეთ რა იქნება მომავალი 1 კვირის განმავლობაში. უდიდესი ნახტომი. კი, კოლექტიური მუშაობა მოგიწევთ, მიიღებთ შეტყობინებას, რაზეც ნერვიულობდით და ეს იქნება ძალიან დიდი წინააღმდეგობებიდან გამოსავალი. აი უკვე მართლა ცეცხლს უშვებდით, რომ იტყვიან რა უძილო ღამეები, შეტყობინებას მივიღებ, არ მივიღებ, შეიძლება თანხებთან დაკავშირებით ელოდებოდით შეტყობინებას და მიიღებთ დადებით კონტექსტში, აქ მოგიწევთ კოლექტივში მუშაობა, რაღაც აი ერთიანობა იქნება, შეკრულობა იქნება და ამ მხრივ კმაყოფილება იქნება ნამდვილად. ფინანსებში რა არის მომავალი 1 კვირის განმავლობაში? ფინანსებში ყურეთ შეიძლება ფიქრობდით ცოტა ამპარტანული ფიქრებიც იყო, რომ როგორი რაღაც იყო, იცი, ამპარტანული იმ კონტექსტში, რომ გაბრაზებული იყავით რაღაცაზე ფინანსებთან დაკავშირებით, რომ აი მე რაღაცა ესეთი ადამიანი, რომელიც ყველაფერს ფიქრობს სწორად იქით-აქეთ, რატო და შორეულ პერსპექტივაში რაღაცებს შეიძლება სახავდით გეგმებს, ვერაფერს ვერ ხედავდით და ამაზე თან აი დინჯად, მაგრამ მშვიდად ბრაზდებოდით. რაღაც სიახლის მოლოდინში იყავით, რაღაცის დანახვა გინდოდათ, ან დამშვიდება გინდოდათ იმ კონტექსტში ფინანსური კუთხით, რომ აი რაღაცა პერსპექტივაში ყოფილიყო ეს სტაბილურობა ფინანსების. აქ სხვათა შორის მიიღებთ ამ შანსს, რაზეც ბრაზობდით. ფინანსებში გეხსნებათ, ტუზი გეცემათ, რო იტყვიან. უბრალოდ რჩევა არის ის, რომ ახალი წყაროები დანარჩემოა ფინანსები, ხა ჩავშლი ამას, მაგრამ რჩევა არის ის, რომ თქვენი ქმედებით, ფინანსური კუთხით, სხვისი ადგილი, ანუ სხვას არ ჩაიჩხიროთ, გამიგეთ, აი სხვას არ შეუშალო ხელი, ესეთი ინფორმაცია მოდის. ფინანსებს რაც შეეხება, აქ რას გულისხმობთ, რჩევაში უფრო გითხარით, რჩევა ფინანსებზე. აქ ძალიან ბევრი სამუშაო გექნებათ, ჩემო ძვირფასებო, მაგრამ აქ გეუბნებია, რომ სწორად გაანაწილეთ, აქ რა
აქ უფრო ისეთი ინფორმაცია მოდის რჩევაზე, რომ შეიძლება ცოტა გაბრაზდეთ ვიღაცას დაუშვათ ან თქვენი მხრიდან დაჭირდეს ქმედება ფინანსური კუთხით დახმარება და ასე შემდეგ და თქვენ უნდა გააკეთოთ ეს, მაგრამ ცოტა შეიძლება გაბრაზდეთ, რომ მე დაუშვათ ბევრს ვაკეთებდი და ასე შემდეგ, მაგრამ აქ რჩევა არის ის, რომ გაეცით ამაზე არ იმასქნათ რა. არც გაბრაზდეთ არაფერი, აქ ბევრი სამუშაოც გექნება და იმასქენი, რა ქვია, ბევრი ფულიც გექნება, არ შეგეშინდეს გაეცი ეს. რა შემოდის ფინანსებში? ეზოთერიკოსები, ვინც მიყურებთ, აქ თქვენთვის იხსნება აი რო იტყვიან ციდან იხსნება აი ესე ორად ნაკადი მოდის უდიდესი და ძალიან ბევრი ფინანსებიც და სამუშაოც გექნებათ და ზოგადად ვინც ანუ გაცემთ ცოდნას, ხო? თქვენთვისაც იქნება, ან ვინც დაუშვათ ტაროზე აკეთებდით გაშლებს, რომ იქნება, არ იქნება და იგეუნებოდე, რომ იქნება, მაგრამ არაფერი იცვლებოდა, იცოდეთ, რომ აი ეხლა გაიხსნება თქვენთვის ნაკადი. ნახოთ ახლა პირად სასიყვარულო ურთიერთობაში რა არის ერთი კვირის განმავლობაში. ახალი დასტა. პირად სასიყვარულო ურთიერთობაში უკვე აი იცი როგორ მდგომარეობაში იყავით, თქვენი პიროვნების საწინააღმდეგოდ, აი დაუშვათ რომ იყოთ ირემი და ასე ვთქვათ თახვად გადაგაქციონ და სხვა გზა არ აქვს, აი უბრალოდ თახვის ფუნქციას ასრულებდეთ, ხარ ირემი და ასრულებთ თახვის ფუნქციას და ეს გაგიჟებდათ, აი აპათიაში გაგდებდათ, გაურკვევლობაში გამყოფებდათ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს და უბრალოდ თქვენ კი ოცნებობდით, ფიქრობდით, რომ ღმერთო, აი ჩემი შესაბამისობა, ჩემი სიტუაცია, ჩემი პიროვნება, არც მეტი, არც რაღაცა სასწაული, უბრალოდ რასაც ვიმსახურებ, მაგრამ აქ არის ადამიანი, რომელიც არის მართლა აი რაღაცა ზე მაღალ ვიბრაციული ენერგიების მატარებელი ადამიანი, რომლისთვისაც ეს იყო ჩვეულებრივი სიკვდილი და აი ეს როლი რა როლშიც იყო აქ ადამიანი. აი აქედან გამოდიხართ, გამიგეთ. აი ეს არის ის რა დაუშვათ თუ აკეთებდით რამე აფირმაციებს ან მედიტაციებს, ხო? და თქვენი ენერგიას აგზავნიდით სამყაროში, ზუსტად ამას იღებთ, რაღაცა თვით სამყაროს ძალას გამოყავხართ ამ სიტუაციიდან, შოკირებული სიტუაციიდან და გამოდიხართ. სად გამოდის? და ირემი გამოდის. საკუთარ პოზიციაში ბრუნდებით. ასე ვთქვათ, აი იმ იმპერიაში რაშიც იყავით თან რა, გადაკეთებული, მაგრამ რაღაცა დოზაზე შეიძლება ყველანაირ პირობას გქონდათ, გიქმნიდნენ, რომ თითქოს თავი ისე გეგრძვან, თქვენ ქმნიდით ამ ილუზიას, აქედან გამოდიხართ. კი, სამუდამოდ გამოდიხართ. მაგრამ რა ხდება ეს თვითონ გამოდის, მაგრამ პარტნიორული კუთხით ახალი სიყვარული შემოდის ვიღაცასთან. აი აქ ხო იყო სიგნიფიკაცია, რომ არჩევანზე დგებოდით, აქ ვიღაცა მიდის ახალში, ანუ ძველს უშვებს
და აძმყოს აი ეხლა რაც ხდება რომ ვერ იგებთ აიქ მიდიხართ ანუ შეცურავთ ამ ახალ ურთიერთობაში დაიწყებთ მსვლელობას ეხლა ამ ახალ ურთიერთობაში მე ჩვენ გავშლით და ვნახავთ უკვე ჩვენ ყოველდღევშლით რა იქნება და როგორ იქნება მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ დედააზრი მდგომარეობს იმაში მთავარი ენერგიები პირად ურთიერთობაში არის ის რომ აქ არჩევას აკეთებს ქალი და იმ დიდხნიანი რაც ვისაუბრე წარსული სიტუაციიდან საბოლოოდ გამოდის სამყაროს სიურპრიზი ამ კვირის განმავლობაში რისიც გეშინოდათ რასაც ელოდებოდით რასაც უთვალთვალებდით რაზეც მიუხედავად ყველაფრისა თან გეშინოდათ თან გინდოდათ და ფიქრობდით რომ ამ ყველაფერს ვერ შეეწინააღმდეგებოდით იმიტომ რომ ეს თავის დროზე იყო თქვენთვის უდიდესი ოცნება და სურვილი აი იქ იცვლება სიტუაცია აბსოლუტურად რადიკალურად ცივი გონებით ხართ წარმოდგენილი რომ უნდა შეიცვალოს თქვენი ბედი და აქ ხა ადამიანი არის ესეთი რომელიც გრძნობს თავის ძალას რესურსს რომ აი მე ასეთ სიტუაციაში ყოფნა აღარ მინდა და ყველა ვარიანტში მზად ვარ რომ ნებისმიერ სირთულეს საკუთარ შიშები დავამარცხო ხო ნახოთ რა სიურპრიზია თქვენთვის კი ბატონო მოულოდნელი მოულოდნელი შემოსვლა იმ ადამიანისა რომლის გამოც მიუხედავად თქვენი უშიშრობისა ძალიან სული გტკიოდათ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ახლა როგორც არა ერთი ადამიანისთვის რომ წავიკითხოთ არამედ საჯარო გაშლისთვის თორე ახლა ეს რომ ერთისთვის იყო მე ვიცი რასაც ვიტყოდი მაგრამ სიურპრიზი იქნება ძვირფასო ადამიანებო ის რომ აი ამ უდიდესი შიშებიდან სიბრაზეებიდან მოულოდნელი ტკივილებიდან მოულოდნელი აი რო იტყვიან სულში და გულში რო ცეცხლი გეკიდებათ აქედან გამოსვლა ხდება კარგი მათ გვაჩვენეთ რა უფრო ანუ სიურპრიზი რატოა ეს სასიხარულო რატოა ეს ამ ქალისთვის სამართლიანობა აღდგება რაზეც ფიქრობდით რომ ღმერთს თუ აი საკუთარ შინაგან მდგომარეობაში შეიძლება ცოტა რბილად მაგრამ კონფლიქტი გქონდათ რომ აი ემოციებში რომ ღმერთს თუ სამართლიანობა არსებობს გვაჩვენეთ რა გაგვიხსენით ეს რას ეხება ეს ანუ გავიგეთ რომ ეს სამართლიანობა აღდგება და იმას რასაც ფიქრობდა ეს ადამიანი და თან აღარც ჯეროდა ეს აღდგება და დაბალანსდება გამოვა ამ ყველაფერი ტკივილებიდან დამცირებიდან სიბრაზეებიდან არ ვიცი საწავიდე მდგომარეობიდან მაგრამ ამ ყველაფერს რა ფაქტი განაპირობებს მე არ გვიხსნია მაგრამ გვეუბნებია რომ ყველაფერს განაპირობებს ის ფაქტი რომ მარტოობიდან ყველა ვარიანტში გამოდიხართ და თავისუფლდებით იმ აპათიიდან რაშიც იყავით და ამ მარტოობიდან გამოყავხართ ახალ შანსს ახალ სიყვარულს ახალ პიროვნებას რომელიც საკმაოდ ძლიერია და საკმაოდ აი ყველაფერს გააკეთებს რომ თქვენ ასე ვთქვათ იმას ქნათ რა ქვია ეს წარსული რომელმაც დაგიტოვათ აი რაღაცნაირი სიბრაზე აი ეს დაგავიწყებინოთ ქალურობასთან დაკავშირებული პრობლემები რომელიც უშუალოდ ემსახურება იმას რომ მე ამას ვიმსახურებ, მაგრამ ვერ იღებდით და თან ფიქრობდით რომ კაცო მე ხო ვიმსახურებ ყველანაირი სამყაროსეული კანონებით. მე ვარ იმპერატრიცა. ამას სამყაროში აცხადებდით, მაგრამ მაინც იმ რაღაცას დაათრევდით მძიმე სიტუაციას, კი მიდიოდით წინ, მაგრამ კი ვიმსახურებ, კი ყველაფერი მეუბნებიან, მაგრამ აბა რაღაცო დავდივარ ამაზე ყოში ამ სიმძიმით და აი ეს მთავრდება ძვირფასო ადამიანებო, რასაც მე თქვენ
გისურვებთ და ასევე გისურვებთ თქვენს სულში მზეს.